Გამომარჯოს YouTube-ს და გამომარჯოს მონადირეებს. ჩვენს ინვენტარშია ესეთი სიახლე გვაქვს. ჩამოგვივიდა ხარაზულა იხვის საყვირები. კომპლექტი შედგება 2 საყვირისაგან. ეს არის ხელით დამზადებული აკრილით handmade სუფთა რასაც ქვია და არაერთხელ გამოცდილი ნადირობის დროს. შუა აზიიდან ჩამოვიტანეთ. გვაქვს მჭიდრო კონტაქტი ამის მწარმოებელთან და ამ ეტაპზე ახლა ჩემთვის ჩამოვიტანე თეთრი ფერის და არის ასევე კრემის ფერებიც. ეს თეთრი ბოლო იყო მე მგონი მეტი აღარ არის და კრემის ფერები მარაგში იქნება. ესე იგი რა ხდება 2 საყვირია ხარაზულა იხვის. ნახეთ რა კარგად არის და ლამაზად დამზადებული და ეს მეორე არის 5-1-ში. ცოტა ფოკუსი გასწორდეს 5-1-ში. ესე იგი აქედან ხდება ჩაბერვა და მხოლოდ აი ამ სპეციალური ნახვეთის საშუალებით ხდება ხმის რეგულირება. ეხლა გაჩვენებთ ამის დემონსტრაციასაც მოვახდენ, არ ვიცი ეხლა კამერა რამდენად გადმოსცემს, მაგრამ აი ჩემი მრავალი წლის იხზე ნადირობის გამოცდილებით შემეძლია თამამად თქვა, რომ ეს ხმა არის 1-1-ში. ნახეთ, ეხლა გაჩვენებთ ამის ხმას. ეხლა კამერასთან ახლოსვა შეიძლება ძალიანაც იყვირა, მაგრამ შეიძლება უფრო ხავერდოვნად დაბალ ხმაზე. ეს როგორც ვიცი არის ერთენიანი საყვირი და ამ საყვირების ყველაზე მთავარი და დიდი პლუსი ის არის, რომ ყინვაში და დაბალ ტემპერატურებზე არ ინერწყვება და არ იჭედება. ახლა გავაკეთოთ მეორის დემონსტრაცია. ეს არის სტვენია იხვის ხმები. ნუ თვითონ ვინც არიცით დამუღამება უნდა ამ ხმებს, ესე იგი აქ არის კუცადგისას ხმებიც არის და ფართეცხვირა იხვის, ანუ შირაკანოსკას რო უძახიან ლაფატკასავით ცხვირი რო აქვს. იმ იხვის ხმებიც არის ამაში გათვალისწინებული. მშვენიერი მასალა, მშვენიერი ხარისხი. ხო, ეხლა ეს არის დამატებითი ენა. საერთოდ ამას არ მოყვება, მაგრამ წარმოებელს ვთხოვე და ეს არის იმ ხალხისთვის განსაკუთრებით, ვინც აი ვერ ითმენს და მაინც ყველგან იქექება, უნდა ნახოს რაღაცა, მოჩხრიკოს, მოგეკოს და შეიძლება დააზიანოს. ამიტომ წარმოებელმა მითხრა, რომ ამ საყვირს საერთოდ არც გახსნა უნდა და არც შეხება არ ჭირდება. ეს არის დარეგულირებული, დაყენებული და შეიძლება ითქვას სამუდამო გარანტიით. მაგრამ თუ ვინმე ისეთი გამოჩნდება, რომ მაინც ვერ მოისვენებს და შიგნით შეიძლება რაღაცა უჩხიკინოს და დააზიანოს, ვთხოვე, რომ აი ეს დამატებითი ენა ყოველი შემთხვევისთვის მეთქი არავინ არაფრისგან არაა დაზიანებული, რომ იყოს მეთქი მაინც და შემხედრი ნაბიჯი გადმოდგა და გამოაყოლა ეს დამატებითი ენა. ეს რაც შეეხება ამ საყვირებს. ეხლა შეკვეთის მსურველებს გთხოვთ, რომ მომწეროთ მესენჯერზე. Facebook-ზეც დაიდება ეს დაიდება YouTube-ზე, მაგრამ Facebook-ზეც გაზიარდება ჩვენს ჯგუფებში და გთხოვთ თუ ვინმე დაინტერესებული ხართ და შეძენა გინდათ და შეკვეთა საკმაოდ მალე ჩამოდის და დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე მაქსიმუმში, არც კი 10-12 დღეში წესით ჩამოდის. და აი ესეთი პროდუქცია გვაქვს ახლა. იქნება ალბათ წითელთავა წითელი ხვებზეც, ანუ გაგარას რო უძახიან ოგარს, მაგის საყვირებიც, თეთრშუბლა,
ბაძზეც, რუხბაძზეც და ასე შემდეგ. ამჯერად ვინაიდან ჩვენთან უფრო იხვის თემა აქტუალური, ესეთი იხვის საყვირები გვაქვს. მოგწერეთ მესენჯერზე ან კომენტარებში გეტყვით, შეიძლება კომენტარებშიც გითხრათ. სად უნდა გადმოხვიდეთ და მესენჯერზე როგორ დაგვიკავშირდეთ და აქ ახლა ფასების განხილვას და ფასების დასახელებას არ დავიწყებ, თავი შევიკავებ და პირადი ურთიერთობისას თუ ვინმეს დააინტერესებს ფასი და რაოდენობა, ისე შევხმიანდეთ და იქიდან გავაგრძელოთ ურთიერთობა. საყვირები არის high class-ის, უმაღლესი კლასის. მე ვიტყვი რომ ამერიკულ საყვირებზე გაცილებით უკეთესიც არის, ხარისხის ნაკლებობაზე არცაა საუბარი და რაც ყველაზე მთავარია ყინვა და დაბალი ტემპერატურების გამძლე. არა აუცილებელი რომ ყინვა იყოს, შეიძლება 0 გრადუსი იყოს, მაგრამ სითბოში თბილ ჰაერს რო უბერავთ, იქ ხდება კონდენსაცია და შემდეგ ამ ენის მიწებება ხდება ხოლმე საყვირზე და არის ხოლმე მუდმივად ამ საყვირების დაშლა, მერე შიგნით ქექვა, წმენდა და ასე შემდეგ. პირადად მე ამერიკულებიც მაგ და ზამთარში ხო ამერიკულ საყვირს მე მაქსიმუმ 10-12 წუთი და მერე აუცილებლად ეს უნდა გავხსნა, მერე ქაღალდის სალფეტკით უნდა გავამშრალო, რომ ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. სულ ეს იყო ამ მოკლე ვიდეოში, რისი თქმაც მინდოდა და ველოდები თქვენს გამოხმაურებებს, ველოდები თქვენს კომენტარებს და დაინტერესებულებმა მომწერეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მესენჯერზე. აბა დროებით, ყველას კარგი ნადირობის სეზონს გისურვებთ, 1 ნოემბერით შორს არ არის და იხვით ალბათ მასიურად თუ არა იმ საშუალო რაოდენობით მაინც გამოჩნდება, რაც ჩვენს მონადირულ ჟინს დააკმაყოფილებს. კარგად იყავით, ყველას წარმატებებს გისურვებთ.